არც კი ვიცი სიმართლე გითხრათ თანადგომა გამოგიცხადოთ სოლიდარობა იმ ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად, რომელიც არ წდება ეხლა რაც მოვასარი თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელებში გამოხმაურებას, თავად რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პროტესტის მონაწილეების, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის მიერ გამოხატულ სოლიდარობას, სხვა ადამიანების, რომლებიც ისე ხშირად ვერ მოდიან რუსთაველზე, უსამართლობის განცდასთან ერთად ბრაზიც ბევრს ეტყობა. თქვენ რა განცდა დაგეუფლათ და რამდენად მოსალოდნელი იყო ის, რაც შეიტყვეთ დღეს ჩვენი, ანუ მედიის მეშვეობით. მოგესალმებით, მიესალმები თქვენს მაყურებელს. განცდა რა გითხრათ, ეს იმდენად ცნობილი ფაქტია ჩემთვის და იმდენად შეცნობილი ფაქტია, რომ სრულიად განცდის გარეშე ვარ. კარგ ხასიათზე ვარ, რაც მთავარია მიხარია ერთი რაღაცა, რომ არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იქნებოდა თუ ღმერთი ასეთ პატივს მომაგებდა და ქვეყნის და ერის წინაშე ესეთ ადგილს მომანიჭებდა ისტორიაში. ჩემს სიცოცხლეშივე ეს რომ მოხდებოდა, რომ მე ვიქნებოდი ეკლესიაში მართალის სიტყვის მცველი, მე ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არასოდეს არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, ყოველთვის მიყვარდა სიმართლე, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები არიან და შიო არის პირდაპირ ეგზარხოსი და ეს სიტყვა მამაილია მიხმარა პირველად, მაგრამ მაშინ თქვა, რომ სულიწმინდა მათქმევინაო, მე არც მიფიქრიაო და დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ესაა თქმევინა, რომ გამოვლენილი იყვნენ ესენი სრულიად. რაც შეეხება ჩემს პროცედურულ თემებზეც მინდა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა, სანამ უფრო დიდ თემებს შევეხებით. მაინც მოულოდნელი იყო, რადგან დაანონსებული იყო, ანუ გუშინ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თქვენ გიბარებდნენ განმეორებითი დარღვევების გამო კომისიის სხდომაზე, საეპარქიო კომისიის სხდომაზე. მოწვევის ტექსტიც გამოქვეყნდა და იყო მოლოდინი, რომ ხვალ 2 საათზე თქვენ უნდა მისულიყავით, დაბარებული იყავით ყოველ შემთხვევაში კომისიის სხდომაზე, რომელიც საპატრიარქოს შენობაში უნდა გამართულიყო. რამ დააჩქარა თქვენი აზრით პროცესები, ანუ ამ კომისიის სხდომის გამართვის გარეშე, რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად უკვე პატრიარქის ხელმოწერით გაფორმდა? ძალიან ცუდი ჩანაწერია 55 მოციქულთა კანონი, რომელიც ამათმა ჩაწერეს. ეს მოციქულთა კანონი ჯულის კანონში დასაწყისში წერია და ეტყობა ეს დასაწყისი აქვს, მარტო წაკითხული მთლიანად ეტყობა ვერ მოასწრეს წაკითხვა და სულ ამ 55 კანონს იძახიან და ეს რამოდენიმეჯერ აქვს წაკითხული და რამოდენიმეჯერ ვერ გაიგეს. იქ წერია, რომ ეს მღვდელი, რომელიც თავის მღვდელმთავარს აგინებს. ვის ვაგინე? სტეფანე შეურაცხყოფას მაყენებს მე. უსინდისოს მეძახის, ეს არის გინება. თორე ის რომ სტეფანე ამბობს ჩემზე მწვალებელია, ეს არ არის გინება. ეს არის უკვე გასარკვევი და მე რო ვამბობ რომ მწვალებლობას ხადაგებს, ეს არ არის გინება, ეს არის საეკლესიო საკითხი და მე რო ვთქვი რომ მეუფეში არ ერკვევა რელიგიაში და მოციქულებს რომ მოციქულები ცოდვილებად რო გამოაჩინა, ეს არ არის გინება, ეს სწავლებაა და სწავლების გაკრიტიკებაა და მე ამის უფლება მაქვს. არავისთვის არ მიგინებია, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. გინება არის ამ 55 კანონის შემდეგ წერია 56, უკვე კლირიკოსზე. ეს 56 არის ზუსტად დიტო სამხარაძემ რაც გააკეთა. როცა მან მღვდელს გოთვერანი დაუძახა. ეს არის გინება. ანუ არც ერთი კანონი არ იციან. არც ჯულის კანონი იციან, არც სახელმწიფო კანონი იციან და არც ჩვენი კანონი იციან, მაგრამ არ აინტერესებთ. არა, ინტერესებთ ამათ კანონები და მე ეს ახლა დღეს რომ ეს ხო სრულიად გაურკვეველია. ჯერ ერთი არაფერი არ წერია.
რომ შეურაცხავი რა დასაბუთება დეტალი ტექსტი არ წერია რა ზოგადი ფრაზა მოყვანილი რომ ამის და ამ მუხლის მიხედვით რამე ვთქვი ისეთი პიროვნულად შეურაცხყოფა ან ამაზე ან იმაზე რომელიმეზე არც ერთი არ მithkoms თუ თეოდორეზე ვთქვი მეუფეზე ვთქვი რომ ჯაღმაიძემ ხელი დაარტყა არქიმანდრიტს ხედავდა და არაფერი არ თქვა მე ვენდობი მამაილიამ რაც თქვა სწორია ვიცი დარწმუნებული ის ვიცი რომ მოიტყუებოდნენ თუმცა ეს ასე რომ არ ყოფილიყო ეს არ არის გინება ეს არის გასარკვევი საკითხი თუმცა ამ დეტალებში იმიტომ არ შევდივარ რომ აზრი არ აქვს აი მე ეხლა რატო გააკეთეს ეს ამგონია რომ მე იმათ ფაქტობრივად დაუდგინე რომ ისინი ხვალინდელი კომისია იყოს სრულიად არა ლეგიტიმური, არა კანონიერი, იმიტომ რომ თვითონ კომისია ამბობდა რომ მე მათ მივაყენე შეურაცხყოფა და კომისიის წევრებს და ამიტომ ვიყავი დაბარებული ისევ იმ კომისიაში, მე ვთქვი რომ ამის უფლება არავის არ აქვს. ეს ნიშნავს რომ პროკურორი იჭერს და ასამართლებს. ორივე ეს ოცნებაც კი არ აკეთებს ამას, რა ვიცი, ხა პროკურორები ფორმალურად ყოველ შემთხვევაში. ხო, ფორმალურად არ აკეთებს. ხო, ნუ მაინც მოსამართლე ქვია იმას, მეორე კაცია მაინც, ვინც იჭერს ის სხვა არის და ვინც ასამართლებს სხვა არის და ესენი თვითონ ბრალმდებლები არიან და თვითონ ასამართლებენ და ეს რა ვიცი არც ერთ კანონში არა კალიგულას არ ეგ კანონი არავის არ ექნებოდა, არ ვიცი მე ეს